5-2 მესამე მაგალითი. მოცემულია ანალიზური გამოსახულება y-ი უდრის 4 ხარისხად ax მინუს 6. უნდა ვიპოვოთ y2-ისა თუ y3-ისა უდრის 64. როგორც ხედავთ, მოცემული ანალიზური გამოსახულება y-ი უდრის 4 ხარისხად ax მინუს 6 შეიცავს a პარამეტრს. ამიტომ y2 რომ ვიპოვოთ, ჯერ უნდა დავადგინოთ a პარამეტრის მნიშვნელობა. ამ მიზნით მოგცეს ტოლობა y3 უდრის 64. როგორც ვიცით, y3 ეს ნიშნავს, რომ იმ ანალიზურ გამოსახულებაში, რომლითაც ფუნქციაა მოცემული, x-ის ნაცვლად ჩავსვათ 3 და მიღებული გავუტოლოთ 64. ესე იგი გვაქვს ტოლობა y3-ისა უდრის 64. აქედან მივიღებთ 64 უდრის 4 ხარისხად x-ის ნაცვლად ვსვამ 3-ს და ვღებულობ 300 მინუს 6. ესე იგი გვაქვს ტოლობა 4 ხარისხად 300 მინუს 6 უდრის 4-ის კუბს. ვუტოლებთ ხარისხის მაჩვენებლებს ერთმანეთს და გამოვთვლით ას. მივიღებთ a უდრის 3. ესე იგი, თავიდან მოცემულ ანალიზურ გამოსახულებაში ას მაგივრად ჩავსვათ 3. მივიღებთ 4 ხარისხად 3x მინუს 6. ახლა უკვე თავისუფლად შეგვიძლია ვიპოვოთ y2. ამ მიზნით x-ის ნაცვლად მოცემულ ანალიზურ გამოსახულებაში ჩავსვათ 2. მივიღებთ y2-ისა უდრის 4 ხარისხად 3 ჯერ 2 მინუს 6, ესაა 4 ხარისხად 0 და უდრის 1.